დიახ, სწორედ რამდენიმე წუთის წინ გამოუტანა თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი ლაზარე გრიგორიადის მას 9 წლით პატიმრობა მიესაჯა და როგორც დაცვის მხარე ჯერ კიდევ სასამართლო პროცესების დაწყების წინ ამბობდა, ისინი აუცილებლად გამოიყენებენ იმ უფლებას, რომ მიმართონ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების მოთხოვნით და სწორედ ლაზარე გრიგორიადის ადვოკატებმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ ისინი ახლა სასამართლოს შენობიდან გადაინაცვლებენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. როგორც ისინი ამბობენ, მათ უკვე აქვთ მომზადებული განცხადება იმისათვის, რომ მიმართონ საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით და ისინი ამ უფლებას აუცილებლად გამოიყენებენ. ამავდროულად, როგორც ადვოკატები აცხადებდნენ, მათ არ ქონდათ იმის მოლოდინი, რომ სასამართლო 9 წლით პატიმრობას მიუსჯიდა ლაზარე გრიგორიადის, რადგან ისინი ვარაუდობდნენ, რომ შესაძლო იყო, რომ სასამართლო ვერ გამოიტანდა სამართლიან განაჩენს, მაგრამ ელოდნენ, რომ უფრო ნაკლები ვადა იქნებოდა წარმოდგენილი. სასამართლომ მიუსაჯა ლაზარე გრიგორიადის 2 ბრალდებით, ეს გახლავთ მოლოტოვის კოქტეილის სროლა, როგორც პოლიციელების მანქანების მიმართ, ასევე სამართალდამცველების მიმართაც და სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფის გამო მას მიესაჯოს 9 წლით პატიმრობა და ჩვენ შეგვიძლია რომ მოვისმინოთ როგორც ადვოკატის, ასევე პროკურორის კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით. დაცვის ხარეს არაერთხელ ქონდა ბოლო განცხადებებში განმარტებული, რომ არ დადგებოდა გამამართლებელი განაჩენი, დადგებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. ეს მოლოდინი ქონდა, რა თქმა უნდა, თუმცა 9 წელს მაინც არ ვარაუდობდით, იმიტომ რომ 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა და 9 წელი ვფიქრობ, რომ განსაკუთრებულად მკაცრად იყო გამოტანილი განაჩენი. გავასაჩივრებთ კიდევაც და ეხლავე ჩვენ გზად გვაქვს განცხადება, რომ მიმართოთ საქართველოს პრეზიდენტ შეწყალების ახლა მიმართა. ეხლავე. და რა მოლოდინი გაქვთ? ვერ გეტყვით მისი დისკრეცია, თუმცა დასაბუთებულ განაჩენს არ ველოდებით, იმიტომ რომ ეს განაჩენი არის დაუსაბუთებელი და სამართლიანო განაჩენი. მოგეხსენებათ, რომ ბრალდების მხარეს ეს მოლოდინი ქონდა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, ვინაიდან მტკიცებულებები, რომელიც მოპოვებული იყო საქმეში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას იძლეოდა. რა მტკიცებულებებია, რომ მტკიცებულებები ამ შემთხვევაში მოგეხსენებათ არის როგორც მოწმეთა ჩვენებები, თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები, ისე ნეიტრალური მოწმე რას ნიშნავს არ ვიცი, მოგეხსენებათ, რომ მოწმის ჩვენება ითვლება სასამართლო პროცესზე მის მიერ მიცემული ჩვენება და მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ მოწმის ჩვენება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ფასდება სასამართლოს მიერ. ამ შემთხვევაში თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები, ასევე დაზარალებულების ჩვენებები, რომლებიც მოისმინა სასამართლომ. როგორც ბრალდების მხარე აცხადებს, სასამართლომ სრულად გაიზიარა მათი მტკიცებულებები და ისინი ამბობენ, რომ არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა დაარღვია კანონი, თუმცა ადვოკატები ამბობენ, რომ ეს ასე არ არის და ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკურად მოტივირებული. სასამართლო პროცესები, რომელიც უნდა გამოცხადებულიყო განაჩენი, დაახლოებით 3-ჯერ გადაიდო 15 იანვრის შემდეგ და ბოლო სასამართლო პროცესი იყო 8 აპრილს, როდესაც უკვე დასკვნითი პროცესი იყო და უნდა გამოცხადებულიყო სასამართლო განაჩენი, თუმცა მოსამართლემ მაშინ განაცხადა, რომ გონივრულ ვადაში გამოაცხადებდა განაჩენს და ამ დროს არ გამოიყენებდა განაჩენის გამოცხადების უფლებას, ხოლო უკვე დღეს გამოცხადდა განაჩენი და ლაზარე გრიგორიადის მიენიჭა 9 წლით პატიმრობა.